სამი სიწმინდე, რომელიც პეტრიწონის მონასტერში ყველა ქართველმა უნდა ნახოს. პეტრიწონის ანუ ბაჭკოვოს მონასტერი 1083 წელს დააფუძნა დიდებულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. დღესდღეობით ბაჭკოვოს მონასტერი მოქმედი მამათა მონასტერია, სადაც 1000-მდე მონაზონი მოღვაწეობს. მონასტერს ჰყავს სამრევლო და სტუმრობს უამრავი მომლოცველი და ტურისტი ყოველ დღე. ქართველებს აქ ძალიან თბილად ხვდებიან. მთელ სამონასტრო კომპლექსში ნახავთ უამრავ სიწმინდეს და დეტალს, რომელიც მონასტერის ქართველებთან კავშირზე მიანიშნებს. ამ ვიდეოში მოვყვები 3 ასეთ სიწმინდეზე. მე-11 საუკუნის პირველი ტაძრის გუმბათის ჯვარი. ჯვარს ნახავთ მონასტრის მუზეუმში. თუ დააკვირდებით, ამოიკითხავთ ასომთავრული დაქარაგმებულ წარწერას იესო ქრისტეს ძლევაი. მუზეუმის დათვალიერება სულ რაღაც 1,5 евро ღირს. წილკნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საგამოფენო დარბაზში შეგიძლიათ ნახოთ. ამ დარბაზში შეგიძლიათ ასევე უყუროთ და მოусმინოთ პეტრიწონის მონასტრის დაარსების ისტორიას გრიგოლ ბაკურიანის ძის დროიდან დღემდე. ამ დარბაზის ვიზიტი თავისუფალია, სრულიად უფასოა. წმინდა გაბრიელ სალოსის ხატი, რომელიც მონასტრის მთავარ ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მდებარეობს. ზოგადად ბულგარეთში წმინდა მამა გაბრიელის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის და ის განსაკუთრებით უყვართ.